დეიდა, ჯართის შეგროვებისგან ხერები გადატყავებული მაქვს. დედიკოს ოპერაციისთვის ვაგროვებ ფულს, რომ ფეხზე გავლა შეძლოს. სწორედ ეს სიტყვები მითხრა ამ პატარა ბიჭუნამ და ისია მოიოხრა, რომ თითქოს პაწაწინა გულიც ამოაყოლა. ეს 7 წლის გრიგოლია, ეს კი 9 წლის მალხაზი. ბავშვები მიწაში ჩამარხულ დაჟანგებულ მძიმე მეტარებს პაწაწინა თითებით ძლივს ერევიან, შემდეგ კი ძველ ურიკაში აწყობენ. ჯართის ჩაბარებით ზოგჯერ 10 ლარს გამოიმუშავებენ. ყველაზე დიდი თანხა რაც კი აუღიათ 30 ლარია. გგონიათ იმ ფულით თავისთვის რაიმეს ყიდულობენ? არა მეგობრებო, არა და არც ზამთრის სამოსი აქვთ და არც თბილი ბათინგი. სათამაშოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ შეგროვებულ ფულს კაპიკსაც კი არ აკრებენ. ამ ანგელოზების ერთადერთი ოცნება ისაა, რომ საყვარელი დედიკოს ოპერაციის ფული შეაგროვოთ. საქმე იმაშია, რომ ბავშვების დედა უკვე 6 წელია ვერ დადის. მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება და ისიც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. თამარი ახლა 33 წლის არის. საბრალო ქალს მეჯბარზაყი ჰქონდა ამოვართნილი. 27 წლის ასაკში წარუმატებელმა ოპერაციამ ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. ახლა კი მესამე ჯგუფის ინვალიდია. 20,000 ლარია საჭირო იმისთვის, რომ საბრალო დედამ სიარული შეძლოს. უსასრულო ფიქრები დედიკოს ოპერაციაზე, დარდით სავსე პაწაწინა გული, არ საიდან იმედი. ახლა რასაც გეტყვით ცხარეცრემლებით აკატირებთ. ჩვენს პატარა გრიგოლს ეპილეფსია აქვს დაბადებიდან. ბავშვს ისეთი შეტევები ემართება, რომ მაგ დროს სიკვდილთან ერთი ნაბიჯი აშორებს. 9 წლის მალხაზი კი პატარა ჩემპიონია, მაგრამ ფეხბურთის მოედნის ნაცვლად ბავშვი დღესაც ჯართის მოედანს დაუბრუნდა. საბრალო ძმები ზამთრის ყინვაში ასე ძირშჩამომსხდარი დიდხანს ელოდნენ, რომ ჯართის შემგროვებელი მანქანა ჩამოევლიდა, მაგრამ არ ჩამოიარა. დიახ, ბავშვების თვალებში იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც გაქრა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.